თქვენ 10000 წლის შემდეგ პირველად გაიგონებთ მგელსაზარას ყმუილს. გაიცანით რომულსი და რემუსი. მსოფლიოში პირველად დედამიწაზე დაბრუნებული გადაშენებული ცხოველები. სამეფო კარის პირველივე სერიაში ჩნდებიან სტარკები, რომლებიც მკვდარ მგელსაზარას და მის 6 ლეკვს მოულობენ. Run to the litter. That one's yours, Snow. ერთი შეხედვით ამ მოვლენას არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ჯორჯ მარტინი ასე შემთხვევით არ დაიწყებდა თავის წიგნს. მგელსაზარა უბრალოდ ცხოველი არ არის, ის დრაკონიზმს მსგავსი მაგიური არსებაა და სწორედ მგელსაზარას ლეკვების დამსახურებაა ის, რომ სტარკი ბავშვები ვარგები არიან. მე ბევრი თეორია იბადება იმის შესახებ თუ ვინ და რა მოკლა მგელსაზარა, თუმცა დღეს ჩვენ ამაზე არ ვისაუბრეთ, დღეს გავარკვევთ გააცოცხლეს თუ არა მეცნიერებმა საზარელი მგლის, ანუ მგელსაზარას ეს გადაშენებული სახეობა. სანამ ამ თემის დეტალებში გავარკვევით, მინდა გთხოვოთ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა. ნაშასე მივარტყათ ლაიქი ვიდეოს და დავითხოვთ. საზარელი მგელი დაახლოებით 12500 წლის წინ გადაშენდა. აი ჩვენ რომ პირამიდებზე ვისაუბრებ და ეგვიპტელებზე, იმათ თავიანთი პირამიდების მშენებლობა ამ მგლის გადაშენებიდან დაახლოებით 5000 წლის შემდეგ დაუწყიათ. წარმოგიდგენია დროის რა მონაკვეთზე, რა პერიოდზეა საუბარი. ეს ის ეპოქაა, რაზეც ერთმა ფსევდოარქეოლოგმა გრემ ჰენკოკმა 2015 წელს თავის წიგნში ისაუბრა ღმერთების ჯადოქრები დედამიწის დაკარგული ცივილიზაციის დავიწყებული სიბრძნე. ჰენკოკი ვარაუდობს, რომ ჩვენ წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 10800 წელს ეს სუპერ საზოგადოება ადამიანების, რომელიც ტექნოლოგიით ბევრად აღემატებოდა იმას, რაც ისტორიის წიგნებში წერია, ჩვენი პლანეტიდან გაქრა. ის ასევე ვარაუდობს, რომ ამის შემდეგ ადამიანები კაცობრიობა ცდილობენ აღადგინონ საკუთარი თავი და ასევე დაიბრუნონ თავისი ყოფილი დიდება. წიგნი განსაკუთრებით ფოკუსირებულია სხვადასხვა ძეგლების წარმოშობაზე, ისეთი როგორც არის მაგალითად გოპექლი თეფე თურქეთში და დიდი პირამიდები ეგვიპტეში, რომლებიც ჰენკოკის მტკიცებით იმაზე გაცილებით ძველია, ვიდრე ამას ისტორია ამბობს. თუ ეს თემა და ეს წიგნი ზოგადად შენთვის საინტერესოა, დაწერე კომენტარებში და ამ სენსაციურ წიგნზე ცალკე ვიდეო გავაკეთოთ. დაუბრუნდეთ მგელსაზარას, ანუ საზარელ მგელს. მოდი ორი სიტყვით გავიხსენოთ, რას ამბობს ისტორია და რას ამბობს არქეოლოგია მგლის ამ სახეობაზე. საზარელი მგელი არის გადაშენებული მგლის კანის ტიროსის სახეობა და ისინი ბინადრობდნენ პლეისტოცენის ეპოქაში ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე. 1000ობით წლის წინ აღნიშნული სახეობის მგელი ძაღლისებრთა ჯიშის ყველაზე დიდი მტაცებელი იყო და მისი სახელწოდებაც საზარელი მგელი, ანუ მგელსაზარაც სწორედ აქედან წარმოდგება. ეს მგლის სახეობა გამყინვარების პერიოდში შეეწირა, როგორც სხვა ბევრი უძველესი სახეობა. თუმცა ასევე მათი გაქრობა, ამ მგლის სახეობის გაქრობა ემთხვევა დროის შემთხვევა ჩრდილოეთ ამერიკაში პირველი ადამიანების გამოჩენას. მგლის ამ სახეობის გადაშენება გამოიწვია ძირითადად გარემო პირობებმა, მაგალითად ისეთი როგორც არის ყინვები, შიმშილი და ასე შემდეგ. რაც შეეხება ზომებს, ამ საზარელი მგლის სიგრძე იყო დაახლოებით 1.5 მეტრი, ხოლო წონა დაახლოებით 57 კილოგრამი. თუმცა ცხადია იქნებოდნენ უფრო დიდი ინდივიდებიც. შეფერილობა ძირითადად რუხი ფერის ჰქონდათ და ნადირობდნენ ამერიკულ ცხენებზე, ბიზონებზე და სხვა შედარებით პატარა ცხოველებზე, რადგან როგორც ამბობენ მეცნიერები, ისინი არ გამოირჩეოდნენ მგლის შესახება, არ გამოირჩეოდა სწრაფი სირბილი. შესაბამისად, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს სახეობა, მგლის სახეობა არ გავდა, უფრო მეტად გავდა უпроსწორედ აფთრებს, ვიდრე რუხ მგლებს. არქეოლოგიური მონაცემებზე დაყრდნობით მეცნიერები ამბობენ, რომ ამ მგლებმა დაახლოებით მილიონი წელი იარსებეს ბუნებაში და დღეისთვის აღმოჩენილი ნაშთები ამ მგლის სახეობისა წარმოდგენილია რანჩო ლა-ბრეას მუზეუმში ლოს-ანჯელესში. რადგან ითვლებოდა, რომ ეს სახეობა სამუდამოდ დაიკარგა, ეს გამყინვარების ხანის უზარმაზარი მტაცებლები ძირითადად ფანტასტიკურ ლიტერატურაში და სკანდინავიურ მითოლოგიაში უკდავყვეს. მაგრამ ახლა ისინი კვლავ დადიან დედამიწაზე. და ამჯერად ეს არ არის ჰოლივუდის შემოქმედება, ეს მეცნიერებაა. მოდი გადავიდეთ ამ პროექტს. ამ ინოვაციური პროექტის წყალობით, რომელსაც ხელმძღვანელობს Colossal Bioscience, კაცობრიობას დაუბრუნდა 3 ლეკვი მგელსაზარას დნმ-ით, რაც შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე გაბედული ნაბიჯი, რაც გადადგმულა გადაშენებული ცხოველების ბუნებაში დაბრუნების მთელი ამ ისტორიის განმავლობაში. X-ზე, ანუ ყოფილ Twitter-ზე, Colossalმა ეს მომენტი მსოფლიოს აცნობა ასეთი შტამბეშტავი ტექსტით.
ხმა ჩართეთ, რადგან თქვენ 10000 წლის შემდეგ პირველად გაიგონებთ მგელსაზარას ყმუილს. გაიცანით რომულუსი და რემუსი. მსოფლიოში პირველად დედამიწაზე დაბრუნებული გადაშენებული ცხოველები. ისინი 2024 წლის 1 ოქტომბერს დაიბადნენ. ციტატის დასასრული. ეს ორი მგელი დაიბადა გადაშენებული მგელსაზარას გენეტიკით, რომელიც კოლოსალმა აღადგინა 11500 წლისა და 72000 წლის წინანდელ ნამარხებში აღმოჩენილი მგელსაზარას უძველესი დნმ-დან. მგლის სამსახეობის აღდგენა არის ნაბიჯი თავარი მიზნისკენ აღვასრულოთ კაცობრიობის მოვალეობა დააბრუნოს დედამიწა უფრო ჯანსაღ მდგომარეობაში. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი გამარჯვების მომენტი. ეს ეხება მეცნიერებას, ჩვენს პლანეტას და კაცობრიობას. ყველაფერი რაც ჩვენ გვიყვარს და გვაოცებს. ახლა დახუჭე თვალები და კიდევ ერთხელ მოვსმინე ამ ხმებს. ამას გვეუბნება კოლოსალი და ასევე მოგვიწოდებს რომ დავფიქრდეთ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი თეორიული ჩვენგანისთვის და რას ნიშნავს ეს კაცობრიობისთვის. და მართლაც საზარელი მგლები ოდესღაც ჩრდილოეთ ამერიკაში დაძრწოდნენ და ისეთ მეგაფაუნაზე ნადირობდნენ, როგორც არის ბიზონები და ზარმაცას გიგანტური სახეობები. მართალია ისინი რუხმგლებს სისწრაფეში ჩამორჩებოდნენ, მაგრამ ჰქონდათ უფრო დიდი თავები, უფრო დიდი კბილები და მძლავრი ყბები. აქედან გამომდინარე ისინი შესანიშნავი მონადირეები იყვნენ და იყვნენ მანამ სანამ დაახლოებით 12500 წლის წინ არ გადაშენდნენ, მაგრამ ნამარხის ნიმუშების ორმა ეგზემპლარმა ოჰაიოდან და აიდაჰოდან მეცნიერებს მათი დაბრუნების მეორე შანსი მისცა. დაახლოებით 12000 წლის წინანდელი კბილისა და დაახლოებით 73000 წლის წინანდელი ყურის შიდაზვლის დნმ-ის გამოყენებით კოლოსალმა აღადგინა მგლის სრული გენომი, 500-ჯერ უფრო სრულყოფილი, ვიდრე ადრე იყო ცნობილი. CRISPR მეთოდის გენის რედაქტირების საშუალებით მათ შეცვალეს რუხი მგლის გენომი 14 გენის შეცვლით 20 კონკრეტულ წერტილში. რომელთაგან ბევრი არეგულირებს ისეთ თვისებებს, როგორიც არის კუნთების მასა, თავის ქალას ზომა და ბეწვის სისქე. შედეგი არის ის, რომ რუხი მგელი ხელახლა შეიქმნა ოღონდ თავისი გადაშენებული ბიძაშვილის გამსაზღვრელი თვისებებით. როგორც უკვე მოგიყევით, თავდაპირველად დაიბადა ორი ლეკვი, რომულუსი და რემუსი 2024 წლის 1 ოქტომბერს, ხოლო რამდენიმე კვირის შემდეგ დაიბადა მესამე ლეკვი სახელად ქალისი. ხო არ გეცნობათ სახელი და ისიც ადვილი გამოსაცნობია, რომ ეს სახელი ამ ლეკვს შემთხვევით არ დაარქვეს. ისინი ცხოვრობენ საიდუმლო ადგილას ჩრდილოეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ალფა ზონაში, დაახლოებით 2000 ჰექტარზე, სადაც მოწყობილია ეკოლოგიური ნაკრძალი და მათ აკონტროლებენ, სწავლობენ და ზრუნავენ სპეციალური ჯგუფის წევრები. ნაკრძალი, რა თქმა უნდა, დაცულია დიდი ღობით და ასევე სათვალთვალო დრონებით. ასევე ამავე ტერიტორიაზე არის ცხოველების საავადმყოფო, როგორც უსაფრთხოების, ასევე გრძელვადიანი კვლევის უზრუნველსაყოფად. მგლები მშრალ საკვებთან ერთად მიირთმევენ ძროხის, ირმის, ცხენის ხორცს და ზრდასთან ერთად თანდათან უფრო და უფრო გადადიან თლიან ნადირზე. ეს არ იყო უბრალოდ გადაშენებული ცხოველის მარტივი კლონირება, არამედ ამის ნაცვლად კოლოსალმა გამოიყენა გადაშენებული ცხოველის დნმ, როგორც რუკა. მიუთითა ძირითადი გენები, რომლებიც განსაზღვრავენ საზარელ მგელს და შემდეგ ეს გენები გადაწერეს თანამედროვე მგლის დნმ-ში. ასევე თავიდან აიცილეს ის ნიშან-თვისებები, რომლებიც შეიძლება მგლების ჩამთველობისთვის საშიშროებას წარმოადგენდა. მაგალითად ავიღოთ ბეწვის ფერი. მეცნიერებმა დაადგინეს ის გენი, რომელიც პასუხისმგებელია მგელსაზარას თეთრ ბეწვზე. მაგრამ აღმოაჩინეს, რომ ეს გენი ასევე შეიცავს სიბრმავის ან სიყრუის რისკს, ამიტომ მათ აირჩიეს თანამედროვე ანალოგიური გენი, რომელიც ანიჭებდა ბეწვს იმავე ფერს, ცხოველის კეთილდღეობის შეფერხების გარეშე. მიღებული გენეტიკური მასალა რუხი მგლის ბირთვ გამოცდილ კვერცხუჯრედებში გადაიტანეს და ლაბორატორიულ პირობებში მოამწიფეს. სანამ ემბრიონებს სუროგატი ძაღლების საშვილოსნოში მოათავსებდნენ. სამი ემბრიონი წარმატებით განვითარდა და შესაბამისად ამავე რაოდენობის თეთრი ლეკვები დაიბადნენ. ხოქსმენიათ ცხვარი, დოლი და კლონირება. სპეციალისტებმა მგლების შემთხვევაშიც იმავე პროცესს მიმართეს, რასაც მათმა კოლეგებმა 96 წელს, როცა ცხვრის კლონი შექმნეს. განსხვავება ის არის, რომ მაშინ გენეტიკური მასალა აიღეს ცოცხალი გენეტიკური უჯრედიდან, ანუ სხვა ცხვრიდან. ხოლო მგლების შემთხვევაში კი, ვინაიდან ეს სახეობა გადაშენებულია, მისი გენეტიკური ინფორმაცია მათ ხელთ არსებული ნამარხებიდან აღადგინეს.
და მონათესავე თანამედროვე სახეობებისას შეადარეს. აღმოჩნდა, რომ ყველაზე ახლოს მყოფი ცხოველი ეს სახეობა იყო რუხიმგელი და შესაბამისად კვერცხიჯვრედის დონორად რუხიმგელი შეარჩიეს. ცხადია, ემბრიონი უფრო მეტი იყო, სულ 2 ძაღლის საშვილოსნოში 45 ემბრიონი გადაიტანეს. ხოლო ლეკვებად მხოლოდ 2 ჩანასახი განვითარდა მამრობითი სქესის რომულუსი და რემუსი. შემდეგ ეს ექსპერიმენტი ისევ გაიმეორეს და უკვე რამდენიმე კვირის შემდეგ უკვე მდედრობითი სქესის ქალისი დაიბადა. აენოჩიონ დირუს, ანუ საზარელი მგლები, ან როგორც მინიმუმ მათ გენეტიკასთან ძალიან ახლოს მყოფი, უკვე ისევ დედამიწაზე ცხოვრობენ. ეს პროექტი არ არის მხოლოდ ბიოტექნოლოგიური საზღვრების გადალახვა, ეს ეხება კაცობრიობის ურთიერთობის შეცვლას გადაშენებულ ცხოველებთან. და როგორც პროექტზე მომუშავე გუნდი ამბობს, ძალიან რეალურია გადაშენებული ცხოველების ისევ დედამიწის ფაუნაში დაბრუნება. ისინი აცხადებენ, რომ მუშაობენ მამონტის, ტასმანიური ვეფხვის, ჩრდილოეთის თეთრი მარტორქის და დოდოს აღდგენაზე. ვინც არ იცით, დოდო იყო ფრინველი და გავდა ქათამს, ან იხს და კუნძულ მავრიკზე დარბოდა. დარბოდა, რადგან მისი მკერდით თუ ვიმჟელებთ, მას ფრენა არ შეეძლო, რადგან ჰქონდა სუსტი მკერდის ძვალი და მის წონას ფრენის დროს ვერ გაუძლებდა. მის შესახებ პირველი ინფორმაციები გვაქვს 1691 წლიდან. სახელი დოდო არის ესპანური წარმოშობის და ესპანურად დოუ ნიშნავს სულელს. დოდო გადაშენდა მას შემდეგ, რაც კუნძულზე ადამიანები გამოჩნდნენ, იქ შინაური ცხოველები მიიყვანეს და ამ ფრინველზე ნადირობას დაიწყეს. რადგან როგორც წერენ, მისი ხორცი ძალიან გემრიელი იყო. დოდო მხოლოდ ერთ კვერცხს ხდებდა, რამაც დააჩქარა მისი გადაშენება. ხო და იმას ვამბობდი, რომ სულელი დოდოს დაბრუნება კუნძულ მავრიკზე ან სადმე სხვაგან სულაც არ ჟღერს საშიშად. თუმცა მეცნიერებმა თუ დედამიწაზე დინოზავრების დაბრუნება გადაწყვიტეს, აი მაშინ კი მოგვიწევს ფილმ იურული პერიოდის პარკის ხელახლა ნახვა. ოღონდ არა მხატვრული, არამედ დოკუმენტური მიზნებით, რათა ვისწავლოთ დინოზავრებისგან თავის დაცვა. მეცნიერება კი ვითარდება და ამასობაში სანამ იურული პერიოდის პარკი აშენდება, იქნებ გადავიდეს თბილისის ზღვაზე გმირთა მოედნიდან ზოოპარკ, რომელიმე ბიზნესმენმა ან სახელმწიფომ მეტი გააკეთოს ამისთვის. დღეისათვის სულ ეს იყო, მეგობრებო, დიდი მადლობა არხის გამომწერებს და ყველას, ვინც ვიდეო დაალაიქა. ასევე დაწერეთ კომენტარებში თქვენ რომელი გადაშენებული ცხოველის დაბრუნებას ისურვებდით ველურ სამყაროში.